მე ვფიქრობ, რომ ეს წერილი კვაბახიძეს არ დაუწერია, მე მგონია, რომ ამ წერილის რეალური ავტორი არის ივანიშვილი და როგორც ჩანს, უბრალოდ აი იმ ადამიანებს, ვინც დარჩნენ ივანიშვილის სამსახურში, კარგად ესმით, რომ მათი პოლიტიკური სიცოცხლის გაგრძელების ერთადერთი გზა არის, რომ შეასრულონ ყველა დავალება, რომელსაც იღებენ, მიუხედავად იმისა, ეს დავალების შესრულება მათ როგორც წარმოაჩენს ჯერ საკუთარი საზოგადოების და შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების თვალში მე შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცა სერიოზულად საერთოდ მსჯელობა ამ ღია წერილზე ალბათ არც არის საერთოდ მართებული, იმიტომ რომ მგონია, რომ ძალიან გულიანად გადაიხარხარებენ ევროპაში და კიდევ ერთხელ დარწმუნებიან, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური არის დღეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, იმიტომ რომ მე მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ ამის პარალელურად აი ამ რაღაცა საჯარო სისულელეებს რო აქვეყნებენ, რეალურად დახურულ კარს მიღმა ემუდარება ივანიშვილის წარმომადგენლები ევროკავშირს ეხვეწებიან, რომ რაიმე ტიპის ნიშანი მიიღონ მათგან, რომ არსებობს რაღაცა რესურსი მათთან ურთიერთობების გადატვირთვის და მათ მიიღეს ძალიან მკაფიო სიგნალი ევროპისგან. თუ ივანიშვილს სურს, რომ დაიწყოს რაიმე ტიპის პოლიტიკური დიალოგი დღეს საქართველოსთან, ამას სჭირდება ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ეს კონკრეტული ნაბიჯები უკავშირდება მათ შორის ჩვენს ქვეყანაში რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას და ზოგადად საქართველოს დაბრუნებას სწორი განვითარების გზაზე. მე სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ასე ვთქვათ, მქონდა შეხვედრები ევროპაში და მათ მითხრეს, რომ აი ეს პირობები კიდევ ერთხელ წარადგინეს, ჩემი პროგნოზი იყო, რომ ეს პირობები არ შესრულდება ამ ხელისუფლების მხრიდან და გააგრძელებენ ისევ აგრესიულ დამოკიდებულებას ევროკავშირთან, იმიტომ რომ მათ ივანიშვილს მიაჩნია, რომ მას აქვს რაღაცა რესურსი, რომ ერთის მხრივ გააგრძელოს ეს ავტოკრატიული მმართველობა, ელაპარაკოს რუსეთს როგორც რაღაცა რუსეთის საგარეო პოლიტიკის უკვე რაღაც პროვინციული ვერსია კი არა, რაღაცა კომიკური ვერსია გახდა უკვე ის, როგორც იქცევა ეს ხელისუფლება დასავლელ ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაში და ამის პარალელურად რაღაცნაირად დაარწმუნოს ყველა, რომ ის არის აქ პატრონი საქართველოში და მას უნდა ელაპარაკონ და სხვა გამოსავალი ევროპას არ აქვს. ესე არ იქნება, ესე ვერ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად შიზოფრენიული, მე ვიტყოდი, დამოკიდებულება, შიზოფრენიული აბსოლუტურად საგარეო პოლიტიკა, რომელიც არ ჯდება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, იმიტომ რომ არსებობს ავტოკრატიული ქვეყნების რაღაცა ლოგიკა, მათი საგარეო ურთიერთობების და ის, რასაც დღეს ეს ხელისუფლება აკეთებს, ეს არის უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ანომალიური გამოვლინება. ეს ანომალიური გამოვლინება, ჩემი აზრით, მხოლოდ დააჩქარებს იმას, რომ კიდევ უფრო კონსოლიდირდება ის, სადაც საკმაოდ დომინირებული აზრი ევროკავშირში, რომ ამ ხელისუფლებაზე ერთადერთი, რაც შეიძლება ასე ვთქვათ, ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში განხორციელდეს, ეს არის წნეხის და ზეწოლის გაზრდა. ყოველ შემთხვევაში მე მაქვს ამის მოლოდინი იქიდან გამომდინარე, როგორც პასუხობს ეს ხელისუფლება ევროკავშირის გზავნილებს, მათ ასე ვთქვათ, ხედვას და ნუ ეს რა ვიცი, საბოლოო ჯამში გვტოვებს ჩვენ ყველა თანამშრომლობის ფორმატების მიღმა, მანამ სანამ ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას და ეს სამწუხაროდ ნიშნავს საქართველოს მოქალაქისთვის მხოლოდ და მხოლოდ შემდგომში დაკარგულ შესაძლებლობებს და არა შეძენილ შესაძლებლობებს, იმ შესაძლებლობებს, რომელსაც იძენს ფაქტიურად ყველა დღეს ჩვენ სამეზობლოში, ჩვენს გარდა. ჩვენ ვართ ერთადერთი, ვინც არის დაღმავალ აი პირდაპირ გზაზე ამ თვალსაზრისით. თუმცა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად საკუთარი ამომრჩევლისთვის ალბათ პირველ რიგში და არავისთვის ხვის ნებისმიერი საერთაშორისო გასვლა, ნებისმიერი ვიზიტი, ფორუმი, არ ვიცი, შეხვედრა გამოიყენო ხოლმე იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი სულაც არ არიან იზოლაციაში. რეალურად აი რამ მდგომარეობაში აღმოჩნდით ჩვენ, ეხლა კადრები გავუშვი, მართლა წარმოუდგენელი
შესაძლებელი იყო ალბათ არც თუ ისე დიდი ხნის წინ რომ შესაძლებელი იყო მთავარ სცენაზე ჩვენ გვენახა ეს საბჭოთა პროპაგანდით გაჟღენთილი სიმღერები, ცეკვა თამაში, კატიუშა და რაღაც სიგიჟეები ამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის მთავარ სცენაზე, მაგრამ რაღაცნაირად გვაჩვევენ რა. ყველაფერი თითქოს გახდა უკვე დასაშვები, აი უბრალოდ არც არაფერი მომხდარა, მე რა ჩამოვიდნენ აქ და მე ყვებოდნენ ყველაზე გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის აი მართლა საბჭოთა კავშირისას რომ ამბობდნენ რომ საქართველოს აქვს კარგი სუფრა, კარგი ხინკალი, კარგი ღვინო, აი ზუსტად იგივე განცხადებები მოვისმინეთ ვიღაც ახალგაზრდა ქალბატონისგან, რომელიც ჩამოვიდა და აქ ყვებოდა გარდა იმისა რომ ეს საბჭოთა იდეოლოგიით გაჟღენთილი რეპერტუარი შემოგვაჩეჩეს ასე ვთქვათ, რომ რა კარგი ღვინო აქვს და რა კარგი ხინკალი და აი რაღაცნაირად გაგაჟრიალებს და რომ გაგახსენდება საიდან მოდიხარ, ხო? იმ ბნელი საშინელი საბჭოთა კავშირიდან. გვაჩვევენ ამას. აი მაინც ვიზე იყო გათვლილი ან ვიზე არის მუდმივად. ჯერს ერთი ესენი ამბობენ, რომ აბა თქვენმე სად შემახსენებთ, როდის ერთი მილანძღია ჩვენი პარტნიორები არა და გაოგნებული რჩები, როცა ამ კითხვას გისვამენ, იმიტომ რომ ერთი გადაცემა არ ეყოფა მარტო იმ განცხადებების კრებსი რომ ამოვიღოთ, ხო? ხო, ну, ახლა პირველ რიგში ივანიშვილი არის თავად ვფიქრობ, რომ აი ამ ასე ვთქვათ დამოკიდებულების წარმომადგენელი, მე მგონია რომ მასაც ესე მიაჩნია, რომ საქართველოს ხინკლის საჭმელი ადგილია და არა სახელმწიფო, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ну 15 წელიწადი მიდის უკვე ფაქტიურად, რაც ის მართავს ჩვენს ქვეყანას და ფაქტიურად ერთადერთი რასაც მან მიაღწია, ეს არის მე ვიტყოდი სახელმწიფოს დემონტაჟი, ხო? სახელმწიფოს დემონტაჟი ჩვენი იმ სახელმწიფოში, რომელიც სუსტი იყო ისედაც, ხო, იმიტომ რომ არ იყო ესეთ ძლიერ პოზიციებში, ფაქტიურად ეტაპობრივად ხორციელდება აბსოლუტური სახელმწიფო დემონტაჟი და მათ შორის თვითონ ამ ხელისუფლების პროპაგანდა არის აბსოლუტურად სინქრონიზირებული რუსულ პროპაგანდასთან, რომელსაც სურს, რომ საქართველოს მოქალაქე დაარწმუნოს იმაში, რომ დიახ, მას არაფერი სხვა მეტი არ შეუძლია შეთავაზოს მსოფლიოს, მე ვიტყოდი, გარდა იმისა, რომ ხაჯაპური გამოაცხოს და რუსები დაპატიჟოს ხაჯაპურის საჭმელად და ფაქტიურად ეს არის დღეს სახელმწიფო პოლიტიკა. თითქოს არც წავსულ ვართო ერთ-ერთი მსახიობი ამბობდა ამ კატიუშას შესრულების შემდეგ თითქოს არც არასოდეს არ წავსულ ვართო, ანუ ქვეყანა სადაც რუსული სიმღერები იყო აკრძალული საბოლოო ჯამში და ეს მეტყველებს ყველაზე ზუსტად რა რეალობაში ვართ, საბოლოო ჯამში აი იმას ვუყურებთ, რასაც ვუყურებთ. ხო, ну, ეს არის ეს პროცესი ახლა ჩვენ რასაც დღეს ვუყურებთ, რეალურად პირველი გამოვლინება აი ამ რუსული რბილი ძალის გამოყენების იყო 2019 წელს გავრილოვის ჩამოყვანა. ზუსტად, ანუ ეს იყო პირველი, რომელსაც საზოგადოებამ უპასუხა ძალიან ძლიერი წინააღმდეგობით და ეს იყო გარკვეულწილად ვფიქრობ დატესტვა მათ შორის, რამდენად მზად იყო საქართველოს ამომრჩეველი და ქართველი ხალხი რომ მიეღო მსგავსი ინტერვენცია, ეს იყო ინტერვენცია და ეს არ იყო უბრალოდ რაღაც შეცდომა, როგორც ჩვენ მე გვიმტკიცებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ ინტერვენციის დროს გამოჩნდა, რომ საქართველოს ხალხი იყო ძალიან მედგრად, ასე ვთქვათ, შეეწინააღმდეგა აი ამ რბილი ძალის გავლენას, მაგრამ ამის შემდეგ გავიდა 7 წელიწადი. ამ 7 წლის მანძილზე საქართველოს საზოგადოების დასუსტების, ქართული ხალხის დასუსტების მიზნით უკვე მიზანმიმართული პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგა, იმიტომ რომ ეს ხო შემთხვევითი არ არის, რომ აბსოლუტურად რუსეთის ანალოგიური კანონმდებლობით ამ ქვეყანაში კრძალავენ ფაქტიურად მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ მოქალაქეს უქმებენ მის მოქალაქეობრივ უფლებას, რომ შეეწინააღმდეგოს მისთვის არასასრულ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მივეჩვიეთ რუსულ ცეკვა სიმღერას კი არა, ამ ქვეყანაში ლამის რაღაც ნორმალური გახდა, რომ ტროტუარზე დგომისთვის შენ შეიძლება დაგაპატიმრო. კი, ნანუკა ჟორჟოლიანი მაგალითად დღეს ერთ-ერთია მათ შორის. დღეს ერთ-ერთი ბუკა პეტრიაშვილი შემზარავი იყო სტუდენტი ახალგაზრდა ქალების დაპატიმრება და აი ეს ახალი ნორმალური უნდათ რომ შექმნან ჩვენს ქვეყანაში, სადაც ნორმალური არის რომ შენ ტროტუარზე რო გახვალ, ამის შეიძლება დაგაპატიმრონ და შესაბამისად
უმარტივდება რუსეთს ამოცანა, რომ რუსთაველის თეატრში დადგას რუსული პროპაგანდის, ასე ვთქვათ, რაღაც ღონისძიება. ეს არის პირდაპირ რუსეთის პროპაგანდის ღონისძიება. ამ ღონისძიება დადგას და საზოგადოება, რომელიც არის უკვე ძალიან, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი გადარჩენის რეჟიმში არის გადასული, არამხოლოდ პოლიტიკური წნეხის და რეპრესიული წნეხის გამო, ასევე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. იმიტომ რომ ახლა დღეს, როდესაც რაღაცა გაიხსენეს, ხო ჩვენ გვქონდა დღეს ამაზე განცხადება ლელოში, რა არის ეკონომიკური მონაცემები დანიის, რომელსაც რაღაცა არ ვიცი, სამართლინო ალბათ ვინმე თუ წაიკითხავდა ამას, ეგონებოდა რომ რაღაც დატროლვაა და არა რეალურად, ალბათ ძნელად შეუძლია წარმოიდგინოს ვინმეს, რომ საქართველოში შეიძლება დღეს არსებობს ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრს ეძახის საკუთარ თავს და მსგავს წერილს უგზავნის ევროკავშირს. ალბათ უფრო რაღაცა პრაქტიკული, ასე რა ქვია, ხუმრობა ეგონებოდა, ხო, ვინმეს და ну აი დღეს მაგალითად ასევე კალაძის რაღაც თავდასხმა გერმანიაზე. და ესე იგი გერმანია, თურმე, დანია არის დაქცევის პირას მყოფი ქვეყნები, სადაც აბსოლუტური გარდა იმისა, რომ არის უზარმაზარი ეკონომიკური წარმატების მქონე ქვეყნები, ასევე უზარმაზარი სოციალური დაცვის და უსაფრთხოების სისტემის მქონე ქვეყნები, აი ამ ქვეყნებში ესე იგი თურმე ყველაფერი არის ცუდად და ამ დროს საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ უკიდურესი გაჭირვება იზრდება კატასტროფული ტემპით, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვხედავთ, აი რა აბსოლუტური ფიასკოთი დასრულდა ეს ფასების კომისიის საქმიანობა. ვერაფერს ვერ თავაზობს ეს ხელისუფლება, ვერაფერს ვერ თავაზობს ხალხს. და ეს რა თქმა უნდა ხალხის ბრალს ზრდის, მაგრამ ასევე ამძიმებს ადამიანის ცხოვრებას, იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობა, დიდი უმრავლესობა ჩვენი თანამოქალაქეების იბრძვის გადასარჩენად, ხო? იმიტომ რომ მათ შორის ხო აი გამოქვეყნა სტატისტიკა რა პროცენტი იხარჯება საშუალო ქართულ ოჯახში კვებაში. ხო? ფაქტიურად ნახევარზე მეტი შემოსავლის, ხშირად 60% მიდის იმაში, რომ ადამიანი უბრალოდ შიმშილით არ მოკვდეს და კონდეს საკვები. როდესაც ადამიანი არის აი ამ გადარჩენის რეჟიმში მყოფი, როდესაც ქვეყნიდან მოხდა ფაქტიურად განდევნა ყველანაირი რეალური დასავლური ინვესტიციების, არანაირი რეალური ახალი სამუშაო ადგილები არ იქნება, არ ვიცი ახლა კოლ-ცენტრებს და ევროპელი პენსიონერების ძარცვით დაკავებულ რაღაც ბიზნესს არ გულისხმობ, რომელიც რაღაც სეგმენტს ალბათ აძლევს კარგ შემოსავალს, მაგრამ არანაირად არ აისახება საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, იგივე კრიპტოვალუტა და ასე შემდეგ. ანუ საქართველოს ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა გახდა უბრალოდ მსახურებაში ჩაუდგა რაღაცა კონკრეტული ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებს და ეკონომიკური აქტივობა იქ მიმდინარეობს, ოღონდ ეს არანაირად არ ითარგმნება საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობაში და პირიქით აღარიბებს მათ სწორედ მსგავსი ეკონომიკური მოდელი. და აი ეს გაღარიბებული მე ვიტყოდი გადარჩენისთვის ბრძოლაში მყოფი საზოგადოება, რომელსაც ზემოდან უმატებენ რეპრესიულ კანონმდებლობას, უმატებენ ჯარიმებს, რომელიც უბრალოდ გაუსაძლის ხდის, ხო, ბევრი ადამიანის ცხოვრებას, ან თუნდაც პროტესტში მონაწილეობას. ადამიანების შესაძლებლობებს ზღუდავს, რომ რეაგირება მისცეს ისეთ მოვლენებზე, იმიტომ რომ მოდი შევთავაზოთ ერთ რამეზე, რომ რამდენიმე წლის წინ არც ყურადღების მიღმა დარჩებოდა მსგავსი ღონისძიების ჩატარება, არც რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა და ვერ რომ ეს მომხდარა. რომც გაებედათ, ამაზე მიიღებდნენ შესაბამის პასუხს საზოგადოებისგან, მაგრამ დღეს ბევრად უფრო მოწყვლადი გახადეს ჩვენი საზოგადოება, რომელიც მიზანმიმართულად გააღარიბეს, მიზანმიმართულად გაძარცვეს, მიზანმიმართულად მოაქციეს პრესის ქვეშ და ეს ყველაფერი უადვილებს რუსეთს, რა თქმა უნდა, საკუთარი ამოცანების განხორციელებას, იქნება ეს რბილი ძალის გამოყენებით, თუ იქნება ეს ჩვენ როგორც ვნახეთ ანექსიის პროცესის წინ წაწევით, რომელსაც ვერაფერს ვერ უპირისპირებს დღევანდელი ჩვენი სახელმწიფო, რომლის სიძლიერეზეც თურმე ძალიან ბევრს გვესაუბრებიან და ვნახეთ ჩვენ, რომ აბსოლუტური პირველად ხდება, სხვათა შორის მე არ მახსენდება, შეიძლება ვცდები და რომელიმე კოლეგამ შემისწოროს, მაგრამ მე არ მახსენდება, რომ ესეთი სერიოზული ნაბიჯი გადაედგა რუსეთს ანექსიის მიმართულებით და ამაზე რაიმე ტიპის სერიოზული საერთაშორისო რეაგირება არ ყოფილიყო. აი ეს არის პირველი უკვე შედეგი იმ საერთაშორისო იზოლაციის, რომელშიც ჩვენ მოგვაქცევს. უკვე აღიარებულია საქართველოს როგორც რუსული გავლენის ქვეყანა.
სახელმწიფო, ხო, სადაც არის რუსული გავლენა და სომხეთზე და აზერბაიჯანზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ ინტერესს და ამხელა რაღაც გრანდიოზულ პროექტზე და სხვათა შორის აქ ჩამოსული ალიევი ბევრმა აღიქვა როგორც ერთგვარი დამლაგებელი ბიძინა ივანიშვილისა ჩვენს პარტნიორებთან და არის ეს ასე. ანუ სომხეთი, აზერბაიჯანი ყველას გაუმარჯოს ღმერთმა ბევრჯერ თქვით ეს ამ ბოლო პერიოდში წარმატება უსურვოთ, მაგრამ ალბათ ვერც წარმოვიდგენდით თუ ჩვენ აღმოჩნდებოდით მათ ფონზე როგორც მაჩანჩალა ქვეყანა. ამ გადანაწილებაში, ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რაშიც საქართველოა და ჩვენთან ჩამოვიდა ალიევი როგორც დამლაგებელი, რომ რამენაირად საერთაშორისო იზოლაციას დააღწიოს საქართველოს თავი. არის ეს ასე თუ არა, ეს ასე არ არის. ალიევი აქ ჩამოვიდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის, იმიტომ რომ აი განსხვავება, ფუნდამენტური განსხვავება ივანიშვილს და ალიევს შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება არის ის, რომ ალიევი არის ეროვნული ლიდერი, რომელიც შეიძლება დემოკრატიის თვალსაზრისით აზერბაიჯანს ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდეს, მაგრამ ალიევის დღის წესრიგი არის პატრიოტული დღის წესრიგი, რომელიც არის მორგებული მათ შორის აზერბაიჯანის ინტერესებზე და აზერბაიჯანს აქვს საკუთარი ინტერესები და ამ ინტერესებს იცავს ის ყველგან, ასე ვთქვათ, მათ შორის ეკონომიკურს თუ სხვას. ამიტომ ის ჩამოვიდა როგორც უმცროს რაღაცა მეზობელთან, რომელთანაც დააყენა საკითხები, რომელიც არის მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. არანაირ დღის წესრიგში, საერთაშორისო დღის წესრიგში ალიევი არანაირად არ აყენებს ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებს, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. ანუ მარტივი რამ მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილმა მოახერხა არა მხოლოდ ის, რომ საქართველოს აქცია რეგიონში, ასე ვთქვათ, ყველაზე ჩამორჩენილ სახელმწიფოდ ყველა თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ სომხეთი ძალიან სწრაფად განვითარდება ეკონომიკურად, იმიტომ რომ მათ შორის სომხეთმა მოძებნა საკუთარი ნიშა საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში, ეს არის მაღალტექნოლოგიური განვითარება. მათ შეძლეს რომ მოიზიდოს უზარმაზარი ინვესტიციები, მათ მიეცემათ მხოლოდ ევროკავშირი 2.5 მილიარდ ევროს დააბანდებს სომხეთში უახლოეს მომავალში. აზერბაიჯანი ისედაც, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალის მატარებელია თავად. გარდა ამისა, აზერბაიჯანი არის მათ შორის ნაწილი ეგრეთ წოდებული თურქული წარმომავლობის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოების და ბევრი თურქეთის გარდა ცენტრალურ აზიაში და ასე შემდეგ უზარმაზარი გავლენით და წონით სარგებლობს ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არც მოკავშირე დარჩა, არც საყრდენი დარჩა და არც არავინ, ვინც ჩვენს ინტერესების დაცვაში მოგვეხმარება, მაშინ, როდესაც საქართველოს ძალიან გაუჭირდება ობიექტური მიზეზებით, ვინც არ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას, საქართველოსნაირი მოცემულობის ქვეყანას ყოველთვის სჭირდება ძლიერი მოკავშირე, ხო? იმიტომ რომ ძლიერი მოკავშირის გარეშე ჩვენ ყოველთვის მოწყვლადი ვიქნებით. ჩვენ დაგვტოვეს ყოველგვარი კავშირების გარეშე, ჩვენ დაგვტოვეს ყველაზე უფრო დაუცველი, დაობლებული, შეიძლება ითქვას, ქვეყანა, სადაც 20% ჩვენი ტერიტორიის არის ოკუპაციის ქვეშ, გამალებული ტემპით მიდის ანექსია, იმიტომ რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, ემზადება იმ დროისთვის, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და ის ალბათ შესთავაზებს პროექტს საკუთარ მოსახლეობას, რომ აი ეს ტერიტორიები, რაც წაგლიჯეს მეზობლებს, მიიერთონ რუსეთში და განაცხადონ, რომ ეს არის პოლიტიკური გამარჯვება პუტინის პოლიტიკის, რომ რუსეთის ტერიტორია გაიზარდა მისი მმართველობის პერიოდში. ამიტომ ანექსიის საფრთხე არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთშიც ძალიან სერიოზული, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაში ძალიან სერიოზულია და ამის პარალელურად, როდესაც ყავს ხელისუფლება, რომელსაც პოლიტიკა არ გააჩნია საერთოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რაიმე სახის პოლიტიკა, რომელიც სადმე რაღაცა სინათლის, არ ვიცი, სინათლის გვირაბის ბოლოს რაღაცა სინათლეს გააჩენს, რომ არ ვიცი, რაღაცა დიალოგის შანსი არსებობს, ან რაიმე არსებობს, ამის პარალელურად რუსეთი წინ მიდის ანექსიის პროცესში, ჩვენ დავრჩით დასავლეთის ზურგის გარეშე, დღეს არავინ არ აკეთებს განცხადებას ანექსიის თაობაზე ჩვენს ქვეყანაში და ამ დროს, ესე იგი, ევროკავშირს
რომლის სადამკვირვებლო მისია არის ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის დანიას, სხვათა შორის და გერმანიას ორივე ძალიან სერიოზული კონტრიბუცია აქვს, როგორც ფინანსური, ასევე ფიზიკური ამაში, მათ თავს ესხმის და ლანძღავს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. აი დაუჯერებელი იყო ეს არის ყველაფერი რუსეთის რაც წავიკითხეთ. კი ბატონო სალომე, გამოსავალი ანუ წეხან წინა ბლოკში საუბრობდით, ხო? ფაქტია, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ 14 წელი ერთი და იგივე პარტია ხელისუფლებაში, სულ რომ არ ქონდეთ ეს რუსული პოლიტიკა და ეს თავსატეხი რომ არ დაეტეხათ ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის თავს, მაინც ისედაც ბუნებრივად შეუძლებელი იყო, რომ 14 წელი ერთსა და იმავე პარტიას ემართა, როგორც იმ საბჭოეთში, ხო? რაღაც კომპარტიასავით აღმოჩნდა პარტია სახელად ქართული ოცნება. რაში ხედავთ თქვენ პირადად გავიგეთ ცვლილებებში, მაგრამ ცვლილებების რომელ გზაში? ხო, ну, ახლა მე მიმაჩნია, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, რაც ჩვენთვის დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამით ვართ მათ შორის ჩვენ დაკავებული ლელოში, ეს არის, რომ კონსოლიდაცია მოხდეს, მე არ ვიტყოდი, რომ რაღაცა პროტესტის კონსოლიდაცია კი უნდა მოხდეს. ქართული ხალხის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს ამ პროტესტი არა აქვს ქართული. არა, მე ვსაუბრობ მხოლოდ პროტესტზე არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოქალაქეა, რომელიც შეიძლება პროტესტში ვერ მონაწილეობს, მაგრამ მასაც უკვე ისმის, რომ ცვლილებები არის საჭირო და კიდევ უფრო მეტმა უნდა გაიგოს, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ხო გვესმის, რომ ამ ხელისუფლების ამოცანა რა არის, დათრგუნოს საზოგადოებრივი აზრი, მათ შორის არ ვიცი, მობილიზაცია გაუგეთოს მაგალითად თავის ადმინისტრაციულ რესურსს, რაღაცა ღონისძიების აღსანიშნავად და აჩვენოს, რომ აი რაღაცა ეს არის, მას ყავს რეალურად მომხრეები. რეალობა არის სხვა, რეალობა არის ის, რომ აი ეს უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და უპატრონობა, ხო, და მიტოვებული მოქალაქე, რომელსაც დასცინის ეს ხელისუფლება, მათ შორის არ ვიცი, ფასების კომისიის გზით თუ დასცინის მაშინ, როდესაც იყო წარმოუდგენლად თავხედური განცხადება კობახიძე რო გამოვიდა და დუშანის სინდრომით დაავადებულ ბავშვებსო ბიუჯეტის ხარჯვაზე რომ და ესე იგი რაციონალური თურმე ფულის ხარჯვა არის რაღაცა ასტრონომიული ადმინისტრაციული ხარჯები, საოცარი ხელფასები დანიშნული საკუთარი პარტაქტივისთვის და საკუთარი, არ ვიცი, ადმინისტრაციისთვის, ახლა შეცვალეს კანონი, რომ კიდე უნდა დააბრუნოს სისტემაში დანამატები, ესე იგი ამ ხელფასებზე, გაუთავებელი განახლება, არ ვიცი, მანქანების მათი, რომელიც მათ ემსახურება, ანუ ფუფუნება. ესე იგი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც იხდის გადასახადს, მისი არჩევანი თურმე ყოფილა, რომ ეს ფული დაიხარჯოს ივანიშვილის მსახურების ფუფუნებაში, მაგრამ მისი არჩევანი არის თუ არა, რომ დუშანის სინდრომის მქონე ბავშვებს დახმარება გაეწიოს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ასე ვთქვათ, უნდა დადგეს. იგივე არის აბსოლუტურად დამცინავი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ვინც იღებს სოციალურ შემწეობას, ხო? იმიტომ რომ ეხლა შეამცირეს სოციალურ შემწეობის მიმღები ადამიანები, მაშინ როდესაც ცხოვრება ყველას გაუძვირდა, ყველასთვის გართულდა. ამიტომ მე იმისი თქმა მინდა, რომ უკმაყოფილება საზოგადოების სხვადასხვა მიზეზებით, ვიღაცა იმიტომ არის უკმაყოფილო, რომ რეპრესიული კანონი იქნა მიღებული. ვიღაცა არის უკმაყოფილო, იმიტომ რომ ეკონომიკური ვითარება დამძიმდა, მაგრამ უკმაყოფილება საზოგადოებაში იზრდება და ამ უკმაყოფილო საზოგადოებას და ხალხს სჭირდება ერთი ასე ვთქვათ, იმპულსის მიცემა, რომ მათ შეუძლიათ რომ შეცვალონ რაღაცა ამ ქვეყანაში და ეს არის მათ შორის ამ რეჟიმის ამოცანა, რომ დათრგუნოს აი ეს რწმენა, რომ რაიმე შეიძლება შეცვალოს ადამიანმა, ისევე როგორც ამას მიაღწია რუსეთში თუ ბელარუსში, ხო? შესაბამის მმართველებმა, რომ დაუკარგეს ადამიანებს რწმენა ცვლილებაში და ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ. მეორე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ეს არის ალტერნატივის შექმნა. ანუ იმ მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მას აქვს უკეთესი არჩევანი, რომ მას, როდესაც იქნება ამისი დრო და მიეცემა შესაძლებლობა და ჯერჯერობით ეს შესაძლებლობა არსებობს, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ და ძალიან ბევრია სასაუბრო ცხადია ამ თემაზე, არავინ არ ამბობს, რომ ეს ხელისუფლება როდესმე აპირებს, რომ ჩაატაროს, ასე ვთქვათ, მარტივად დათმოს ძალაუფლება არჩევნების გზით, მაგრამ არჩევნები ჩატარდება და აი ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი ადამიანია ამ ქვეყანაში, რომელსაც აქვს, ჩემი აზრით,
წინააღმდეგობის და გაწევის, ასე ვთქვათ, სურვილიც, აქვს ცვლილების სურვილიც და მან უნდა დაინახოს, რომ მას შეუძლია ეს გააკეთოს საკუთარი მათ შორის პოლიტიკური აქტიურობით და მათ შორის აქვს ალტერნატივა და ეს ალტერნატივა უნდა გამოიკვეთოს. წინასწარ ვიცით, რომ არჩევნებს ჩაატარებენ ისე, რაც მათ ძალაუფლებას გარანტიებს მისცემს, ანუ არა ემიგრანტების მონაწილეობა, ეს მთლიანად გაკონტროლებული საარჩევნო კომისია, სუსი, დაშინებები, კაპიტნები და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ვინმეს თუ აქ მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვალ წითელ ხალიჩას დაუგებს ოპოზიციას და ეთქვის, რომ არა, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს მაგის მოლოდინი. მე არავის არ აქვს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება, როდესაც ეს არჩევნები ჩაინიშნება საპარლამენტო, იქნება მარტივი პოლიტიკური ბრძოლის ველი, მაგრამ ამავე დროს არანაირი ილუზია ჩვენ არ უნდა გქონდეს, რომ არჩევნების მიღმა არსებობს რაიმე გზა ამ ხელისუფლების შეცვლის. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, რომ მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებითაც, ახლა როცა ჩვენ ვამბობთ, რომ აი რა სჭირდება ხელისუფლებას არჩევნები, ხო? დღეს, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება ჩემი აზრით ცდილობს მათ შორის იმას, რომ მოძებნოს რაღაც გზა, რომ გადაიწვირთოს მათი ურთიერთობები დასავლეთთან, ალბათ ესენიც უნდა აცნობიერებდნენ, რომ თუ არჩევნები ჩატარდება იმგვარად, რომ ამ არჩევნებს აპრიორი არ ექნება, ასე ვთქვათ, რაღაცა ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს, არანაირი აზრი მსგავსი არჩევნების ჩატარებას არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, რომ და ჩვენ ამას ვაკეთებთ, რომ პოლიტიკურ დონეზე აიწიოს არჩევნების საკითხი ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, ანუ დასავლეთისთვის არჩევნების ჩატარება და არჩევნების სხვანაირად ჩატარება, მოდი ასე ვთქვათ, კონკრეტიკაში რო არ შევიდეთ, ასე ვთქვათ, რა უნდა იყოს პარამეტრები ამ არჩევნების, სხვანაირი არჩევნების ჩატარება, ეს უნდა გახდეს პოლიტიკური თემა და მეორეს მხრივ საზოგადოების ძალიან დიდი მობილიზაცია უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მათ შორის იმ, ასე ვთქვათ, რესურსებით, რაც ჩვენ გვაქვს, ამიტომ არის, რომ ძალიან აქტიურად დავდივართ რეგიონებში, დღესაც და გუშინაც და ხვალაც იქნება ყველგან ჩვენი წარმომადგენელი, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ამიტომ არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით პარტიულ სტრუქტურებს რეგიონებში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ვნახეთ, რომ გასულ არჩევნებზე, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის 2024 წელს, ბიძინა ივანიშვილმა წააგო თბილისი, წააგო ბათუმი, წააგო ქუთაისი, წააგო ყველა დიდი ქალაქი და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო დიდი რაოდენობით მობილიზაცია, რა თქმა უნდა, ძალიან უსამართლოა ის, რომ მაგალითად ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, ძალიან უსამართლოა და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უერთდები იმას, რომ ეს უსამართლობა უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა შევძლოთ რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც, ასე ვთქვათ, მათ შორის თუნდაც მსგავსი ცვლილებები თუ არ განხორციელდება, ჩვენ მზად ვიყოთ იმისთვის, რომ შეიქმნას იმხელა ტალღა, პოლიტიკური ტალღა ცვლილების, რომ ვერ შეძლოს ამისი შეჩერება ხელისუფლებამ და მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელსაც მომწიფებული იყო რაღაცა, ასე ვთქვათ, საზოგადოების ნაწილი ცვლილებისთვის, მე მგონი დამეთანხმებით, რომ შეიძლებოდა ალბათ უფრო დიდი ცვლილებების ტალღის მობილიზება და მე ყოველ შემთხვევაში ვხედავ, რომ ჩვენი ამოცანა დღეს ჩვენი ასე ვთქვათ გამოწვევა არის სწორედ ეს, რომ ერთი მოვიპოვოთ უკეთესი არჩევნები და მეორე შევქმნათ ის ცვლილებების ტალღა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დაარტყავს ძალიან დიდი ძალით და ამ ტალღის შექმნა სჭირდება როგორც გარედან შესაბამისი ინტერვენცია, ასე ვთქვათ, წნეხის სახით ივანიშვილის რეჟიმზე წნეხის გაზრდის სახით, ასევე შიდა პოლიტიკური მობილიზაცია ჩვენი ხალხის და ამომრჩევლების. მადლობა სალომე და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ 26 მაისს აქციაზე თუ მიდიხართ? ხო, 26 მაისის აქცია მე წარმატებას ვუსურვებ ამ აქციას, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ რატომაც ჩემი აზრით არც თუ მაინც ამით მართებულად გადაწყდა ესე, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით წასული იყო პოლიტიკური გაერთიანების გარკვეულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელშიც ჩვენ არ ვართ გაწევრიანებული, თქვა, რომ ამ აქციაზე ისინი წარადგენენ სამოქმედო გეგმას და მიიღებენ გარკვეულ მანდატს ამ სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად. ახლა რამდენადაც ჩვენ არ ვართ ამ გაერთიანების ნაწილი და არც შესაბამისად არ ვიცით რა სამოქმედო გეგმაზე არის საუბარი, ან რაზე უნდა გამოუცხადოს ნდობა იქ მისულმა
საზოგადოებამ ამ ასე ვთქვათ პოლიტიკურ გაერთიანებას ჩვენ შესაბამისად არ მონაწილეობთ ამ პროცესში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებას არ უსურვებთ, იმიტომ რომ ცხადია, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებულად ვხედავთ ხშირად პოლიტიკური ბრძოლის ველს, ეს არ უნდა მიიღოს და პოლიტიკური ბრძოლის გზას ჩვენ საბოლოო ჯამში ყველამ უნდა ვფიქრობ, ვიცხოვროთ იმ ფილოსოფიით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად უპირისპირდება რეჟიმს, ის არის, ასე ვთქვათ, იმსახურებს გარკვეულწილად სოლიდარობას. ამ განწყობით უნდა იყოს, ვფიქრობ, დღეს მთელი საზოგადოება, ვისაც სურს სრულება ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს განსხვავებები ჩვენს ხედვებში და ესეთი განსხვავებები კონკრეტულად ჩვენს და კოალიციას შორის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, პარტიული სამოქმედო გეგმა წარადგინოს 26 მაისს, არსებობს ესეთი განსხვავებები.